ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურით დაიწყო. დღის წესრიგის გამოცხადებამ დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ სიტყვა ითხოვა. საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამაშვილმა კი მას სხდომაზე განსახილველ საკითხთა ამოწურვის შემდეგ ურჩია განცხადებების გაკეთება, რასაც დეპუტატი არ დაემორჩილა. რამდენიმე წუთიანი ცხარე კამათის შემდეგ ნაცვალაძე რეგლამენტის წესებს დაჰყვა და სიტყვის თქმა სხდომის ბოლოსთვის გადადო. განსახილველ 8 საკითხთა შორის ყველაზე ცხარე ჯაბაასი 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის დამტკიცებას მოჰყვა. უფრო კონკრეტულად კამათის საკრებულოს დეპუტატთა გაზრდილი ხარჯების დამტკიცებამ გამოიწვია, რომელიც დეპუტატებმა თემურ სალუქვაძემ და ლელა ნაცვალაძემ გააპროტესტეს და აღნიშნული ფაქტი მთელ რიგ მოვლენებს დაუკავშირეს. პირველ სხდომაზე, როდესაც ჩვენ ამ საკითხს ვაკეთებთ 2 წლის განმავლობაში, ამას აბსოლუტურად სხვა ელფერი აქვს. ეს რა არის, იცით, ჩემს პირდაპირ გითხრათ, ნაციონალური მოძრაობა, მათი ხელმძღვანელები ამით ისევ ქრთამავენ, თქვათ, ისევ აი თანხით უნდათ იმ ადამიანების შეჩერება, რომელიც საკრებულოში წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობის, იმ დეპუტაციის კორპუსს. ეს არ იმუშავებს, რა თქმა უნდა, თანხები საჭირო არის, მაგრამ ამას უნდა სწორად შეხედვა. 500 ლარი კი არა, 1000 ლარსაც იმსახურებს საკრებულოს დეპუტატი. უბრალოდ უხერხულია დღეს ეხლა ამ საკითხებზე საუბარი, როცა წლის ბოლოა და ფაქტიურად ნოემბერ-დეკემბრის ხელფასების ვერ გასცემს ხელისუფლება, მაგრამ აუცილებლად ბიუჯეტი როცა რა თქმა უნდა იმსახურებს დეპუტატი და იმიტომ კი არა რომ მამეშვეს კამის შენარჩუნება უნდა. ამისთვის კი არ არის მთავარი. იმიტომ რომ ეს დეპუტატი იმსახურებს ამას. აი ამას არ დაუჭირე მხარი. ეს საკითხი უკვე სადღაც თითქმის არჩევნების შემდეგ უკვე აქტიურად არის, იმიტომ რომ ეს წერილები რაც მივიღეთ ფრაქციების ხელმძღვანელებისაგან, ჩვენთვის იყო განხილვის თემა. თავისთავად მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დამატებითი და კარგი სტიმული დეპუტატებისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ აი ამ პროცესში, იმიტომ რომ მათთან ამ პროგრამების, პროექტების გაგრძელება თუ სიახლეები, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ შემოგთავაზებთ, აი ამ პროცესებში დეპუტატები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. დარჩენილ 7 საკითხს, რომელიც საჯარო მოხელეთათვის, როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის ხელფასების მატებას, შესყიდვების გეგმაში, ცვლილებებსა და სხვა დანარჩენს ითვალისწინებდა დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი. სხდომის დასრულებისთანავე ლელა ნაცვალაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდა. გავექცევით რომ თქვენ ხართ ხმების უმრავლესობით მოსული ამ საკრებულოში და ეს თქვენ სინგლზე უნდა იყოს, მე პირადად გეტყვით ამასაც რომ თქვენს ადგილზე გონიერებას მოვიქნებდი და დატოვებდი მაგ პოსტს. არ ჩავაყენებდი უხერხულობაში არც ერთი ადამიანს, რომელიც ამ დარბაზში ზის და არ დავიწყებდი გუნდურ პრინციპებზე საუბარს, არ დავიწყებდი იმის შეხსენებას დეპუტატებზე, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად უნდა ვიყოთ. ჩემი 2 წლიანი მუშაობის დროს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელი ქალაქისათვის, ქალაქლებისათვის და ასევე რაიონისათვის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქში როგორც ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა. ჩემთან არ მოსულა არც ერთი საყვედური თანაქალაქელებისაგან, რაიმე სახის უკანონობასთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან. ამდენად მე ვარ ლეგიტიმური დეპუტატი და ამდენად ხალბატონ ლელას მოთხოვნას თუ სურვილს ჩემს გადაყენებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისთავად არ გავთვალისწინებ. უკვე მოგვიანებით დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ მუზეუმის თანამშრომელთა წუხილი გაახმიანა, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობას აბანოებს უკავშირდება. არჩევნების დროსაც ვიღაც მე როგორც მოიპოვე ინფორმაცია, ჩაასხმევინა იქ კედელი ამოაშენებინა უფრო სწორად და იქ დაზიანდა ის ისტორიული ღირებულება. მე შემხვდე რამოდენიმე დღის წინ საზოგადოების წარმომადგენლები, მუზეუმის ჩვენი ღირსშესანიშნავი მეცნიერები და მათმა ვთხოვენ მე, რომ დამეყენებია საკითხი, რათა სასწრაფოდ დაფინანსდეს მეცნიერთა ჯგუფის ჩამოსვლა პირველ ეტაპზე. აქაც შესწავლილი იქნას აი ეს ყველაფერი და შემდეგ ისინი უკვე კომპეტენტურ პასუხს გაგცვიან. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაჟღერებულა. საკითხი შიდა განხილვის პროცესშია. ფრაქციის თავმჯდომარე სავარაუდოდ თემურ სალუქვაძე იქნება. წევრები კი ჯერჯერობით უცნობია.